მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 4 შაბათი ულამაზესი საღამო წვიმს და ვინ იდგა დავითის სადარბაზოსთან 15 წუთი? მე. Complaining-ით ვიწყებთ უკვე? კი, იმიტომ რომ მინდა პასუხი აგოს. შენ რა ყოფილიყავი ამ მდგომარეობაში? ტელეფონზე რა დამერეკე რა ვქანე? 200 ჯერ დაურეკე ტელეგრამზე. ტელეფონზე რა დამერეკე რა ვქანე? ტელეფონზე არ მქონდა ანგარიშზე ხალხო და ესე ფორს მაჟორულად ჩავირიცხე ფული ამ წვიმაში და დაგირეკე ბოლოს. და რა ვქანე? ავიღეთ, გავაკარებ. Whatever. ამას დავივიწყებ რაღაცნაირად გავატარებ. რა ხდება ახალი? ხდება ახალი ძალიან ბევრი რამე მეგობრებო, მე. როგორ ელოდებოდან? I'm like, okay, let's get over this gloomy bitch. მეგობრებო, მე მივდივარ პრიმავერაზე. Yay! I'm so happy. ვიდექი online რიგში. That's the only queue I will stand in. ძალიან კარგი იყო, ვიყიდე ბილეთები საკმაოდ კარგ ფასად, ამიტომ Barcelona მელოდა. Period. ძალიან მომწონს და მეც ვფიქრობდი, რა წავსულე. დღემდე ვფიქრობ უბრალოდ. უბრალოდ მე ვიტყოდი, ინაფი ვისაც გაქვთ ნანახი, არის იდეალური. No, far from that. დირო, ვაფშე არ არის იდეალური. ერთი არის Doja Cat-ი, რაც ძალიან კაია და მიყვარს და არის მეორე და ყველაზე დედოფალი მარინა და მარინას გამო ვფიქრობდი, რომ გადამეხადა 300 €. ეხა იყო fan sale. Yes, 295 €. 295 € არის 3 დღე. შენ რატომ მეუბნები რომ 4 დღე არის? მე 7 დღეს მგონი არის რაღაც after parties and stuff. Okay, whatever. 3 დღე და 300 €, ანუ დღეში 100 € ხალხო. Not that bad. დღეში 100 € ცუდად არ ჟღერს, მაგრამ ჯამში 300 €, ანუ 960 ლარი is a lot. 1000 რაღაცა. Swear to God. და რისთვის, რომ მარინა ძალიან გამისწორდება და მართლა ვფიქრობდი, რომ აი 1000 რაღაცა ლარი მარინას მოსმენადაც კი მიღირს, მაგრამ აი სხვა დღეებში რო არავინ არ ვიცი რა უნდა გამისწორდეს, ხვდები? Coachella-ც არ არის, რომ იქ რაღაც ატრაქციონებზე ვიკატაო. Stop. ახლა ვიტყვი მე და წაიკითხოთ მეგობრებო full lineups and full lineups არ წავიკითხოთ მე ვინც მომწონს. Doja Cat, Addison Rae, hello the fuck. შენ რომელიც სულ ვაჯვამ Addison Rae-ის შემოქმედებას. ეხა გახდა. შემოქმედებას როდის ვაჯვამდე? ანუ მუსიკა გევასება, მაგი შეიძლება ტიპი გევასება. Okay, Diet Pepsi-ს გარდა რა იცი? არა, პირიქით ეგ არ მომწონს ყველაზე მეტად. რა იცი სხვა ერთი ცალი მითხარ. New York მომწონს მაგის სიმღერა. აი კიდე ერთი? Money. Okay, off მართლა გიჩვენ. Peggy Guari, მეგობრებო, we're bringing back 2019. Switch. რაღაც 7 წლით დაიგვიანეს. Lola Young, which I don't care about. რომელიც კინემ გარდაიცვალა 2 დღის წინ სცენაზე. That girl, ვიღაცამ თვალი დაადო, იმიტომ რომ ჯერ ხო ყურის რაღაც გაუჩერდა და მაგაზე ვისაუბრე. ახლა ეს. იმენამტრები ყავს. Lola, please get an evil eye. ან წითელი ის ძაფრი. Phil Kane, Oklu, Berlioz. იმენ არ ვიცი ვინ არიან. Cara Delevingne. რა საკეთებს? გონ DJ იქნება. აი, ყველა ვისაც არ ეძარება რომ DJ გაიჩთა. Skrillex-ი რო იქნება is really weird. მაგასაც არ ვიცი. მე მქონდა ერა რომ უსმენდი Skrillex. I feel like all of us did. No, I You're haven't. busy with what? Selena Gomez. ჩემი აზრით, ყველაზე ბანძი line-up არის, იმიტომ რომ წინა წლებში Lana ხო იყო Charlie, მე მგონი Cigarettes After Sex. შეიძლება ვიგონებ და ოღონდ რაღაც მახსოვს. რომელიღაც წელზე იქნება. ხა, ანუ და ეხლა რა ხდება? ანუ Doja Cat-ი არის მთავარი სახე? The fuck? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთადერთია. Doja Cat-მდა არის The Cure, მაგრამ მე და ანა დიდად არ ვერკვავით ეგრე კარგად. საერთოდ პირველად წავიკითხე, აქთან პირველი ვეთ. მოკლედ დღემდე ვფიქრობ ხალხო ველოდები იმ მომენტს, როცა დღიურად გაიყიდება ბილეთები და გაჩნია რა ეღირება, მაგის მიხედვით შეიძლება მარინას დღე ვიყიდო. მაგრამ ეხლა ძალიან გაუგებრობა გვაქვს ჩვენში და წრეში, იმიტომ რომ მე ხო მარინას დღე მინდა, მეგის უნდა დოჯას დღე. და იჩხუბეს. და მეგის ვეუბნები, რომ მეთქი მარინას დღეს უეჭველი წავიდეთ. თქო და მე მარინას უფეხებზე მკიდიაო. Queen. I ხავე დაასტოპე მან. Assertive. ხო და წადი და იყავი მარტო, თქო მე უთხარი. Wow. So are we still beefing? Okay, I'm mad, you guys. და I know I am mad. ეხლა უნდა გაგაწყვეტინო, იმიტომ რომ მეგობრებო, ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან ადრე, დილის 8-ზე თუ რაღაც მთელი preparations and everything. მთელი დღე იმის გამო,
რაც მოხდა ბილეთის ყიდვის შემდეგ. ერთი კვირა რაც უკვე ვფიქრობ რომ ვიყიდა პრიმავერას ბილეთი და ასევე სასტუმროებსაც ვაკვირდებოდი რა. ერთი სასტუმრო იყო იდეალურ ფასად 4 ვარსკვლავიანი, very nice. ახლოს იყო იმ პარკთან, სადაც ტარდება ეს ფესტივალი. 45 წუთი არის ფეხით. რაც ნიშნავს რომ you don't have to take public transport. So I'm good. და ვიყიდე თუ არა ბილეთები ეგრევე შევდი რომ მაგ სასტუმროს ვებსაიტზე და რას ვხედავ? ყველაფერი ამოყიდული არის და not even that, ყველაფერი გაძვირებული არის უკვე იმის გამო რომ ასეთი massive influx იყო ამოყიდა სასტუმროები. და წინასწარ ვერ გათვალე მაგდანი? ხო და არ ვიცი რატო ვერ გავთვალე, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდება და pre-booking-ი, ანუ ეგრე არ იყო რომ უფასოდ დაბუქავდი. ხო და მაინც ხონდა დაგებუქა და ანუ მეორე დღეს რა შეხვედი დასაბუქა, წინა დღეს რა დაგებუქა რა იქნება. წინა დღეს ვაფშე არც მინახავს. Well, შეიძლება წინა დღესაც ამოიყიდა, მოკლედ ჩემი გაკვეთილი ვისწავლე, მაგრამ ძალიან კარგი სასტუმროში ვჩები, nonetheless, on ძალიან ბარსელონა ცენტრში, რაც მე კონკრეტულად არ მოწყობს, იმიტომ რომ ეს პარკი არის სადღაც ტრაკში და ამიტომ იქითკენ რო ყოფილიყავი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მან შემეძლო მექირავა. ჩემი ბიუჯეტი შემეძლო მექირავა მაქსიმუმ RV როგორ არის ქართულად? აი დიდ მანქანაში რო ტრაილერში რომ დამეძინა მეგობრებო შემეძლო. არ არის ტრაილერი, მაგრამ okay. 800 ევროთ აი ეგეთი კოლოსალური თანხები არის ბარსელონაში თურმე. Well, I'm really excited. შენი აზრით გავიქურდობე? ჩემი აზრით არა, მე შენ ნამყოფი ხარ ბარსელონაში? კი და ჯერთი ზუსტად 15 წუთიანი სპიჩი მოვცხე წინაზე იმასთან დაკავშირებით რომ ვიყავი პორტავენტურაში. ხო. ამიტომ პირადულად ვიღებ ამ ყველაფერს. ვიღე არის პირადულად ფიგურისგან მეც. ანუ ხალხო ეს ისტორია რომ ქურდობენ ევროპაში და რაღაც ანუ მე არასდროს ანუ აი მე თან არ ვარ ძალიან ყურადღებიანი ადამიანი. არა, მართლა არა. თვალი არ მეც ეს რატო ვიძახე ვაფშე? იმენა არ ვარ ყურადღებიანი, მაგრამ არასდროს არაფერი დამიკარგავს, არასდროს არაფერი მოუპარავს. ხო, შუა პალერმოში ღამის 11-ზე გოგო როგორი დადიოდა, ნუ გასაგებია 2 კოქტეილის მერე, საკმაოდ ძლიერი კოქტეილის მერე, მაგრამ ანუ აი ყველაფერს მივედმოვე და მეთქი ხალხო მე აი მართლა არ ვარ მშიშა, არ მგონია რომ არსად დანაშაული არ ხდება. ანუ მე ძალიან შიშარებაზე არ არის, ეგ არის უფრო you're naive. Shut the გონია რომ ცუდი არაფერი არ ხდება და I can tell you თბილისში რა ხდება და გამაშტერდება. თბილისში ხო და ანუ მაგას ვამბობ, მე მგონია რომ ძალიან უსაფრთხო ქალაქში გავიზარდე. არა, მე მგონია თბილისი ბევრად უფრო უსაფრთხო არის ვიდრე ევროპის. თბილისი არის ძალიან უსაფრთხო ჩემი აზრით. აი თბილისი უსაფრთხო რომელი ქალაქი? ალბათ Copenhagen. არა, სადღაც ალბათ ისეთი პატარა ქალაქი, სადაც არ არიან უცხოელები. ანუ ძალიან უსაფრთხო არის ჩემთვის და მგონია რომ ყველგან უსაფრთხო არის. ამიტომ და მადლობა ღმერთს რომ სხვანაირადაც არ გამომიცდია და ამიტომ მივყვები ამ დინებას. No, let's be real, ანუ თბილისიც არ არის ყველაზე safe. ალბათ ტოკიო ბევრად უფრო safe არის. ემირატები ალბათ უფრო safe არის. Is it? Well, Dubai ნახდოდ არის ბევრად უფრო safe. არ ვიცი, ანუ მე იცი რას ვამბობ, ერთი რომ აი მოწესრიგებული არის სამართალდამცავების მხრიდან და რაღაც ერთი ქალაქი და მეორე, ანუ ჩემი აზრით ქართველები არ ვართ მოძალადეერი მენტალობით, ხვდები? I feel like a lot of people would differ. ანუ outside of their homes. ანუ ხვდები სახლში მოძალადეები ვართ ჩვენ. მაგრამ კარგია, domestic violence is good. ძალიან ცუდია, მაგრამ ხო ხვდები, ანუ კარს მიღმა აღარავის ტრაკი აღარა აქ ამ ყველაფრის. You know what I'm saying? Well, ხო და აქედან გამომდინარე, long story short, მე არ მეშინია. Very long story. და აი, short story long. ძალიან მიხარია რომ მიდიხარ და იმედია მე წამოვალ. ეხა შევიდა საიძე რომ მითხეს რომ ანა, გასვირდა ბილეთი, მაგრამ 350 გახდა. Okay, ხო დამიანოს 2 დღის წინ. მინდა რომ დამეფუშა. და თან კიდე იცით რა მახსოვს? გახსოვს რომ გითხარით რომ ერევნიდან რომ მოვდიოდით ვიღაცამ თქვა რომ ვია გოგოზე ვიყიდას ბილეთები ძალიან იაფადო. ანუ შენ თავს ბიცა ვარ, სადღაც აი ქვეცნობიერში ეგ მინათებს რა, აი ვია გოგოზე ხო არ დაიდება იაფად. პრიმავერა? ხო. და ვია გოგო რა არის? რაღაც საიტია, სადაც ბილეთები იყიდება. I don't know. Okay, maybe. No. Let's see. თუ არა და მეგობრებო, თუ თბილისი open air-ზე შეიპარა, ანაწეგნაძე პრიმავერაზე შეიპარება, ამიტომ for fun. ანუ ბარსელონაში რო ცხოვრობ და ყველა პონჩი ვცდიდი. პროსტა ეხლა აი რო ჩადიხარ, გარანტირებულად ბილეთი უნდა გქონდეს, ხვდები? Right. DC მეძავერიზამ. Right. Okay, whatever, you guys. ჩვენი Instagram-ი თუ ნახეთ, უთესლესი ფოტო დავდეთ დავითის და ქეთი ეგიდონაშვილის, if you know, you know. მოგეწონა ჯერთი ჩვენმა უსაყვარლესმა ბიჭმა, ვინც ძალიან კაი ედიტებსაც გვიკეთებს და სუმწარს ხოლმე ჩამიგდო და მეთქი, oh my god, this is so good. ჩემ ერთმა მეგობრმა დაიჯერა.
როდის მოასწავლე? სან რეალური ფოტო იყო რაღაცნაირად. არა? მე არ ვიცოდი შენოდა და მე ფიძზე ისე შემოხდა როგორც არაფერი. მე შემეში I felt gaslighted. მეთქი როდის მოხდა? Who drugged me? და რაღაც თვალი მოჭაი, ცოტა რა თვალი მოგეჭუტება რაღაც ფოტოში რა. ანუ ძალიან ორგანულად ქონდა თვალები და ხუჭელი მე ვიტყვი. და მაგრამ key point რა იყო ამ კვირის? Key point რა უჩას has some big competition. Exactly, and also კეთის ტრანსფორმაციაზე რა ვისაუბროთ ორი სიტყვით. Makeover. ეს არის მორიგი და სტორი იმისა, როგორ უხდება ქალს მოვლა. ნახე ქორწილში თუ სადღაც რა იყო სტუმრე წასული. გოგო, ანუ გარდაისახა 180 გრადუსით სხვა ადამიანი არის საერთოდ. მაკიაჟი, თმა, კაბა და უცებ რაღაც 60%-ით უფრო თესლი ნაშე გაიჩთა. Damn. Can you believe that? ანუ ეს ხარ არტისტი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის შენთვის. როგორც კეთი? კეთი თავისი Public figure, I would say. Well, let's be real. რო ძალიან ცნობილი არის და ძალიან ცნობილი სახე არის. ანუ მაგასაც ცნობილი ვინ არის მთლიანად სოციალურ ქსელებში საქართველოს მასშტაბით. არავინ. ხალხო, აი ყველა ტიპის ადამიანი არის obsessed. ანუ აი ჩემ გარშემო რა ადამიანებიც წრიალებენ რა, ისეთები ყველა მაგოგოს უყურებენ ქალს. ასე თუ ისე ხდება ყველა რენჩი. I'm not gonna say. ანუ ხობიც არიან რომ არა, I'm not obsessed. მაგრამ აი რაღაცნაირად დაინტერესებული ხარ ხდები? ხდება იმიტომ რომ ესე იგი ჩერდები და უყურებ, თორე ვიღაც ხობიც იყვნენ hype-ში და არასდროს არ მაინტერესებდა და მეთქი not interested. მაგრამ მე რა არის მომწონს მაგ ყველაფერში, იცი რაღაც იგრძნობა როგორც აი კოლექტიური დიდი დაცინვა. კი ყველა წერთ რომ უი რა საყვარელი კი წერთ რომ აი უი როგორი ის არის აქვე ლამაზი და რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერს რაღაც თავისი ცინიზმი დაყვება უკან, აი კონტექსტი ცინიზმის, როცა სინამდვილეში ადამიანს დახმარება სჭირდება, მენტალური დახმარება სჭირდება და ყველა ხვდებით რომ არ არის ალბათ მდგომარეობაში, then we enable her by giving her more fame. და ძალიან ხშირად ხდება ეგ ვაფშე TikTok-ზე. გესახმები, მე ძალიან არ მომწონს რაღაც ხრივ, მაგრამ მე სხვა თვალითაც I'm not against her, ანუ თუ ეს ქალი TikTok-ზე ფულ შოულობს და იყენებს რომ იცხოვროს და რაღაც, ანუ go her, მაგრამ ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ. That's the case, baby. ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ეს სარკაზმი ძალიან ცუდი არის, მაგრამ რას ემსახურება, შეიძლება მენტალურად რაღაცას ვაქეზებთ მის ესეც ქცევას და არ ვიცი რაღაც ილუზიებში გადაყავს, მაგრამ მის მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს ეს ყველაფერი და ალბათ ის ამად უღირს თვითონ. Maybe. შესაბამისად, მაგრამ თან მე ბევრი რო ურეკავს ტელეფონზე და რო რაღაც დასცინის, ან ეღადავება. ეგ უკვე too much. ანუ ეგ არც ვიცი თუ ხდებოდა, მაგრამ როგორ არ ხდება? The fuck, ხალხო, ანუ მეტი საქმე ხალხს არა. მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ ყურებას, უბრალოდ მე აი არასდროს არ გავხსნი კომენტარს და არ დაუწერო. ქეთიან რაღაც არ დაუცინებ არ წავაქეზებ, არაფერს არ ვიზამ, მაგრამ ესეთი არა, გართობს გინდა არ გინდა. არა, obviously, ანუ entertainment არის. რა გართობს? მომენტ აი ამაზე რზენია, რომ ეს ყველაფერი მართობს თუნდაც, იმიტომ რომ ანუ ძალიან გულწრფელად რომ რაღაცებზე აქვს ნერვები მოშლილი და აი ჩვენ რომ მაგაზე ვიცინით, რომ აი ხახტები. ანუ ის მაგრამ ამაში ის ფულს იღებს. მე ამით ვიმშვიდებ ჩემს თავს, რომ ანა არა უშავს რომ ამით ერთობი. ხო, მაგრამ is she getting though, ანუ editებს რო აკეთებენ ტიპის, ახლა მაგის ნახვები არ არის. მაგის პოპულარიზაცია ხდება. ეგეც არის, მაგრამ შესაბამისად რაღაცნაირად ეს წრეიკრება, ისე რომ მაგასთან მიდის ბოლოს მონეტარული სარგებლობა. Live ნანახი გაკეთისი. არასდროს. ხო და მაგრამ ხალხი არის ვინც უყურებს. მე მგონია რომ ანუ ეგეთი ბევრი არ არის რა. უბრალოდ ეს უჩას ამბები რომ მოხდა და აი ქუჩაში რო ეგდო თუ რაღაც, ეგეც არ ვიცი ნამდვილი იყო თუ არა, იმიტომ რომ მე მეგონა კეთი ედგონაშვილი C2 როგორ? ეგიტონაში. ხო, C2 ინგლისურად ლაპარაკობდა და აღმოჩნდა რომ AI იყო ეგ და რას დაუჯერა? მიგდე ყველაზე აიკონიკა ადგილი. Fuck you. ეგიდუნაში. კეთი ეგიდუნაშულზე გადაიარა AI თავიდან ბოლომდე, ჯერ ხო თვითონ თავის თავზე მე უჩაზე. აუ, ჯერონ და უჩას ფოტოებს რო უყრიდნენ ვიღაც გოგოსთან ერთად. ხო. უსაყვალესი რა გავაკეთო? აი, მეც პრობლემები მაქვს. აი, მაგას რო ვამბობ, უი რა საყვარელი. ეგეთი ცინიკური არის, მაგას ვამბობ. ნუ მიმტკიცებ შენ რა არის ცინიკური და რა არა, როცა მე ვსაუბრობ. When you're trying to be honest right now. Yeah. რა ქალი რომ მოწყუდა AI-ით, არის ნორმალური. შენც მოწყუდი? მე მოწყუდი, მაგრამ და დაგცინი? კი. Well, კეთის ყველაფერს საუკეთესოს უსურვებთ. Thank you. Thank you. რო დავუბრუნდეთ მუსიკალურ თემებს, მინდა რომ განვიხილოთ, რადგან Doja Cat ახსენენ ჩვენი საყვარელი მეგის საუკეთესო მომღერალი. ძალიან მომეწონა ბოლო ვიდეო, რაც დადო, Gorgeous. რა ყავს Supermodels მოწვეული და ასევე დედამისი წყავს.
მოწვეული. საკუთარიდან და მომეწონა კონცეფცია, თვითონ MVC. დიდი ხანი კარგი music videos არ გამოუშვებინ. Must I feel like I really liked her. ზუსტად ორი კვირის წინ გველაპარაკებოდი Cat's Eyes. Gap, but that was a commercial. Oh, okay, whatever. I don't listen I'm allowed to have a fucking opinion. I'm allowed to have a fucking opinion. მარი და ჯაკეტი მიყვარს. და ამ ყოფილს მოვისმენ მეგობრებო სად დიახ live-ში. და ამბობენ რომ ძალიან მაგარი live performance-ები აქვს. ხო, მეც მინახავს ვიდეოები და აუ, მინდა მუსიკის თემატიკა რო გავაკრძალოთ. სელინა გომეს 27 სექტემბერს ქონდა ქორწილი. ანუ სელინა გომეს შემოიხადა თბილისში, ნახა რომ ყველა გიშივით ქორწინდება and she's like მე ვინ ვარო? თუ არ დავქორწინდაო? First of all, she lost a lot of weight. How? That's the question. მუნჯარო? ყველა პონჩი მუნჯაროს თემა არის. ფაიმ ეს ფოტო. აი ეს ფოტო. ეს ბიჭი ხალხო მე ზოგადად კაცებს არასდროს არ ვჯაჯავ არც ქალებს გარეგნობის მიხედვით არავის. იმიტომ რომ მე პირიქით რა რაც ოდნავ უფრო მახინჯე ადამიანი მით უფრო ვაფასებ. Shut up. ხო და უბრალოდ არ ვიცი აი იცით რა არ მომწონს ამ ბიჭში რომ ის კი არა რომ მახინჯი დაიბადა არა უბრალოდ არ ცდილობს რომ იყოს მომხიბლელი. ხვდები? საერთოდ efforts არ დებს ამაში ან იმიტომ რომ ბევრად უკეთესად შეუძლია გამოიყურებოდეს და ევასება მე მგონი ესე რომ გამოიყურება და მე რა პრობლემა მაგაზიანებს. რომ ვიღაც არის confident in their own body. Exactly. პორტი როგორი მოკრძალებულია შეხედა. ეგ ძალიან ლოგიკურია, ხო იცი რა საკეთებენ? ამას გაჭრიან და უკან უდავთ უდიდესი ტოტი რომელსაც ჭრიან. მართლა? მახინჯი? თუ ნუ პროსტო ჩაოლებრივად გქხები რა. Okay. Makes sense actually. So much more. იმიტომ ჩვენთან აი ეს ისტერია რომ ათასობით ლარებს იხდიან ქორწილის სტარტაპში. 4-იარუსიანი, 6-იარუსიანი. ძალიან ბევრი ფული დახარჯულა, მილიონობით, მე მგონი securities-ე. რა? კარგი. მილიონობით is აი როგორ მიყვარს აი სულ აზვიატებ. მაქსიმუმ დაიხარჯა $200,000. ანუ არ მახსოვს. მილიონ ობით. Shut up. ნიტო 300,000 ითქვა TikTok-ში რასაც მე ვუყურე, ან 3 მილიონი. ანუ არ მახსოვს 3 რო ფიგურირებდა ვიცი, ან 300,000, ან 3 მილიონი. 300,000 is doable. Good for her. ეხა მე ფრაზას ვსტარტობ, ეხლა გეტყვით რა, ანუ ერთი ქიდნი აკლია სელენას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა. მეორე მგონი გადაუნერგეს და ერთი აქვს. ვინ გადაუნერგა? მაგასთან მე თავის მადაქალმა, რომელთანაც დღეს კონტაქტი აღარ აქვს და ჩვენ ცოტა judgmental ხალხი ვინც ვართ, ვერ ვპატიობთ, იმიტომ რომ მე რო შენ ქიდნი გადმოგინერგო, მთელი ცხოვრება უნდა მიკოცნო თითები ყოველ დილით. მოგიწევს სავარაუდოდ არ ეწევი დიდად არსვამ, ანუ იდეალური ქიდნის გაკ. Period. ხო და ანუ აი რა უნდა დააშაო, რა უნდა დაგიშაო მე ისეთი რომ შენ ჩემთან გაწყვეტა კონტაქტი, ხვდები? და ამის გამო ბევრი ჯაჯავს ხოლმე სელენას რომ აი რა პონჩი გაწყვეტა კონტაქტიო. მაგრამ ბავშვის გაჩენა არ შეუძლიაო ვიღაცაები წერენ რა ამ ჯარგონში. Surrogacy? ხა, probably. Surrogacy-ში ვაფშე ვერანაირ ნეგატივს ვერაფერს ვერ ხედავ. შენი ბავშვი არის, პროსტა სხვა ადამიანი არის. აი მე რა საშუალება მქონდეს, ყველა პონჩი სუროგატს გავაჩენებ. შეიძლება რაღაც უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ ანუ წარმოგიდგენ რაღაც შენს კომფორტულ სხეულში რა ხარ, ეხა ჩემი ორი დაქალი იყო, ორსულად ერთმა გააჩინა, ერთი ახლა აჩენს. ანუ აი კარგად გამოიყურებიან. გაგრძელე. არა, აი ჯერ ხო ეგ მაგრამ ყველაფერს გიჩნდება სტრიები. მე მშობია რობის მერე, როდის შენი სხეული ფორმაში ჩადგება, თვითონ მშობია რობის პროცესი ხალხო. მე არ შევყოლი ვარ შემდაქალს, მაგრამ ჩემი მეორე დაქალი რომელიც შეყო ფოტოები გვაჩვენა რა. ანუ მართლა ტრაუმირებული ვარ. ხამე წამომახტუნებს ხოლმე, ის ფოტო დამარტყამს ესე არ საიდა. იქ ვიდექით რომ გამოვიდა და მე გამოვგლიჯა ტელეფონი რა თქმა უნდა და მეთქი მანახერები გაქვს და ანუ მართლა ტრაუმირებული ვარ ხალხო მაკანკალებს შობიარობაზე ფიქრზეც კი. აი რო დავინახავ იმ ერთ კონკრეტულ ფოტოს და ესე წამოხვდები ხოლმე მეთქი no I cannot. ხო და საშუალება თუ გაქვს ხო აი კარდაშიანებმა რო გააჩენინეს სუროგატს. აი რატო არა? ალბათ რაღაც მიზეზები არსებობს და მითხარით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის საშუალება რომ მქონდეს. არ მგონია ეგეთი ბევრი არის ეგ ცუდი მიზეზი. ანუ იმიტომ რომ აი მაგ ბონდს ვერ ვიგებ, რომ აი მუცელში რო ბავშვი ყავს და მე გამოძრავდა და აი ამარე დავა. როგორ უნდა გაიგო თუ არ რა თქმა უნდა, გამიხარდება, მაგრამ არ მიიღებს ეგ ყველაფერი 20 მომატებულ კილოგრამად და დეპრესიად, რაც ახლავს თან შობიარობას, ხვდები?
შენ ვერ გამიგებ, იმიტომ რომ შენ ხარ კაცი. ხო, მაგრამ შენც ვერ გაგებ, შენც ვერ გაგეჩანი არა. ხო, მაგრამ მე ქალი ვარ და ინსტინქტები მაქვს. ეს დავიწყე Mindy Project-ის ყურება. გინეკოლოგიაზე გამახსენდა. OBGYN-ობა. OBGYN-ობა. ძალიან მომწონს. და ბადასტურებ. იცით როგორი საყურებელია 22 წუთიანი არის ხოლმე თითო სერია და მე ეგეთები ძალიან მეოსება, იმიტომ რომ უცებ სემიჭკასავით რო უყურებ ერთ ჭამაზე და მთავრდება თან სერია. ფსიქოლოგი არავინ არ ხარ თუნდაც გუყურებთ, ანუ რო პროსტა დაუწეროთ ანას რომ დოპამინზე აქ addiction. როგორღაც ან ტყეში გავიყვანო, ან პიკნიკზე წამოვიყვანო. Touch the fucking grass, ანუ მართლა, ანუ ცხოვრობ ამ ცემენტის ჯუნგლებში. Are you fucking kidding me? არაზოს არ გადახარ ყოველთვის მე რომ აჯო მაგაზე შენ თვითონ რა საკეთე? მე როდის ხალხი არის რომ ჰაიკინგი ევასება და დადიან. ზუსტად დავით ვადაქარი მაგალითად. დილის 6-ზე. როდის მოხდა ეს? დილის 6-ზე როცა ვიღვიძებ, აი აქ რო ჩავდივარ და ამოვდივარ 5 ჯერ. მე ვაკეთებ მთლიან კრუგს ეგ არის შენი ჰაიკინგი. იმენა იგონა. მოვდივარ 8-ზე ამ ყველაფერს ვასწრებ 2 საათში, მეგობრებო. თელფილისის დაკრობას. მე ანუ შხაპი რაღაცა ეს სპირულინას დავლევ, ნივირთმევ. სახს დაალაგებ. პროსაკურველა საჭმელს გავიკეთებ. მეზოპოლს გააწოდებ. მეზოპოლს იასინი გავაწოდებ, who am I? თუ არა მეგრელი. და ვიწყებ ჩემს სამუშაო დღეს. ანუ ვაუ. და მე ხარ ბოტა, მაგრამ I have to. ანუ მაწובה, ბიჭი რა, აი გარშემორტყმული ხარ სულ ტელეფონით, კომპიუტერით და ანუ ადამიანი არის ის რომ შენ TikTok-ზე არ შემოდიხარ დაუφათ ხშირად და ნაცვლად მაგისა reality TV-ს უყურებ გაუჩერებლად. შენ მაგასაც უყურებ. ჩემზე უკეთ, ხო, იმიტომ რომ მე ვარ მულტიფუნქციური ადამიანი და ყველაფერი შემიძლია გავაკეთო შენგან განსხვავებით. ანუ ანა არის ხალხო, აი მე არ ვღადებ მამე ჩემს სულ მაგასაც დამცინის რომ აი 15 ეკრანი რომ დამიდო მაინც არ მეყოფ, იმიტომ რომ მაგ დიდი ეკრანი, მაგ ლეპტოპი, მაგ iPad-ი, მაგ ტელეფონი და ამ ყველაფერს შეიძლება ხანდახან ერთდროულად ვიყენებდე რა. მაგრამ ეს ხდება რა ვიცი დღეში 2 საათი მაქსიმუმ. და შენ 24 საათი ეკრე ხარ. კაი, ერთი წამი ეს შავშალოთ. დღეს 2 საათი თუ იყენებდი ტელეფონს ხო? დანარჩენი 16 საათი რაში გაატარა? სამსახური. ეგეც. ანუ ისო კომპიუტერში ხარ? ნუ ეგ სამსახურია. ხო, მეც 9-დან 6-მდე სამწუხაროდ კომპიუტერში სამსახურში. მაგრამ გააჩინე კომპიუტერს მე რასაკეთებ? ხო და შენ მე რასაკეთებ ხოლმე? ანუ ვაკეთებდი, ანუ საერთოდ ვაკეთებდი. Shut up. იმენა მეგრელი ხარ? Gaslighter. მე დილის 6-ზე ვიღოცებ კრუგი. გავიდა. Shut up. აი ხოხურავთ ამ თემას ხალხო და ანუ რამდენჯერ აკეთებს ამას, რომ იმიტომ რომ სულ ეგრე ხარ. ხალხო, სადაც არ უნდა გავიდეთ. She doesn't mind scrolling. აი წარმოუდგენელია რომ სად დამინახე რომ სკროლობდი? დინერზე. რომელ დინერზე? I was shocked. მინდოდა რომ ამ რომელ დინერზე? ისეთი უპატეცემულობა ვიგრძენ. ნებისმიერს აი ბოლოს ვიყავით ჩვენ უსაყვარლეს იოტა გარდენში და ასე ვჭარავთ რაღაც და ასე ვეუბნებიან ასე მეთქი უი ხო გახსოვს მეთქი რომ ბარომა რომ მუშავს აქ და უი არ მახსოვდაოს როდის თქვა თუ რაღაცა მეთქი არა მე მახსოვს მეთქი მითხრათ და 2 წუთის მერე ეგრევე ჩვენს უკან გამოჩნდა ბარომა რომ დავინახე მეთქი ვაუ იმიტომ რომ სულ დავდივართ ხოლმე და არასდროს ალბათ ჩვენ რო დილით დავდივართ არიყო ხოლმე ani ჩვენ ჭამეთ იქ ძალიან მიყვარს ხალხო კარბონარა ვისაც არ გიჭამიათ მან ჭამეთ უგემრიელესია და ასევე ქათმის კესადიეთ ძალიან კაია და სუშიც კარგი აქვს. ანუ ყოველ სიგიჟე, პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში ის რა, როგორც მაგრამ ბარომა რომ ისე კი არ დაგვატიშა როგორც ინფლუენსერ, მაგრამ იმიტომ გვიცნობს რომ ინფლუენსერობა თუ რაღაც დავიწყეთ რა, ერთხელ გადავიკვეთეთ სახლში და გავიცანით და ანუ გადაგვიხადა რაღაც it's on me და რაღაც ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, მაგრამ ანუ პირველად რაღაც წამოვიდა არა ბრენდისგან, არამედ აგერ უსაყვარლესი გაგჩასგან ხლები? ამიტომ მეგობრებო გთხოვთ დაუჭიროთ მხარი თბილისში. გაიხსნა მეგობრებო Outlet Village. თბილისის გარეთ სადღაც. მგონი აეროპორტისკენ თუ სადღაც ეგრე. კი მეც ნახე. და აი უიჭოლი უნდა წავიდეთ ისეთი კაი ფასებია. ყველაფერი აფეთქდა, რომ ყველა ლაპარაკობთ როგორც ძვირი არის Outlet Village და მე მაგას ველოდები. მგონი ეგეთი PR კამპანია აქვს, ხსები? რა ყველას გააგებინო რაღაცნაირად, რომ გაიხსნა Outlet Village, იმიტომ რომ ხა ყველა მიცის რომ გაიხსნა. ნახე ჩვენ თუ ლაპარაკობთ, მაშ ყველა. და მე ახალი კამპანია იქნება, სადაც დაარეკლამებენ რომ კაი ფასებიც არის, ხდები? ხო. Oh my god, that is so smart. მე თვითონ research არ გამეკეთებია, მაგრამ ბაზარი არა, ევროპაში როცა მიდიხარ Outlet Village-ში, ალბათ მთლიანი იდეა არის ის, რომ ფული საკმაოდ უნდა დაზოგო. აი ეგეთი ფასები იყო, აი მილანთან ახლოს, აი Gucci რო იყიდება თქო 200 ევრო და 300 ევროდ. აი რაღაც აი მართლა ვერ ვიხსენებ სადმე თუ იაფად მინახავს Outlet მაღაზია. იმენა არა. მე ამერიკაში ყო ძალიან იაფი. TK Maxx რო არის თუ
ეგ სხვა თემა არის, ანუ მან არის საუბარი Outlet Village არის, რა თქვა თუ არის Adidas ცალკე მაღაზია არის თავიდან ბოლომდე. უბრალოდ, ანუ მე ევროპაში რაც მინახავს, ცალკე არ ყოფილა, რა ვენასთან არის მე მგონი ახლოს. ძალიან დიდი ხო? მაგრამ მაგ დროს უნდა გქონდეს მაინც დიზაინერ რაღაცების ფული ხვდები? მიუხედავად იმისა, რომ Outlet-ია, მაინც ძალიან ძვირი. ანუ ხო, მაგრამ 3000 ევროს ნაცვლად შეიძლება ღირს 900 евро, მაგრამ მაინც 900 евро. ხო, მაგრამ მართლა ხვდები განსხვავებას ფასის, ანუ ხო ფასის ხვდები, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მაგ მიზეზის გამო რომ მაინც ძალიან ძვირია არ ყოფილა და მაგრამ ახლა აქ არ არის ეგეთი ბრენდები Gucci-ს. არა, მაგას არ ვამბობ, მე საერთოდ სხვა რაღაცას ვამბობ, ანუ ის ქალი ამბობდა რომ მიღაცას TikTok-ზე რომ უყურე რომ ანუ ეს ფეხსაცმელი ღირდაო ევროპაში თქვა 100 евро და აქაც ღირს 100 евро. მაგალითად, მიხდი ანუ Outlet-ის არაფერი არ აქვს რა. ანუ ან იყო რომ მიღაც ფეხსაცმელი Adidas-ის 500 ლარი თუ რაღაც 600 ლარი, ანუ ეგ არ არის Outlet-ო ფასები რა. შეიძლება ეგეთი მოდელი იყო, ალბათ ძალიან ძვირია. მაგრამ ჩვენთან ხო ძალიან გვიჭერს ფასტაკლუბები. აი, ზარაშიც რატო არ არის ნორმალური ფასტაკლუბა? მე რო ცხოვრობდი ბრატისლავაში ხალხო. რა ბრატისლავაში რო ახსენებ ხო, ყველა გადავთ, მაგრამ შენ ის ფილმი არ გექნება ნანახი, რასაც ყველა გადავობს. არა, ამიტომ Wow. If you know. კიდევ მე გადავა ისე თუ რა. ან მიჩეული ვარ ბრატისლავაზე ეგრევე ეგ ხუმრობა მოდის ხოლმე და არ წამოვიდა უცებ whatever. Well, you're in a different crowd now. და იქ მუშაობდი ხალხო, მე ხო 9 ცხოვრება მაქვს უკვე ზარაში. ზარაშიც მუშაობდი. Wait, კი გამახსენე. ძალიან ბევრი სამსახური მქონდა იქ. და მაგ დროს დაემთხვა ხალხო ევროპაში არის იანვარში. დეკემბრის ბოლოდან იწყება ფასტაკლუბები ამ მაღაზიებში, მაგრამ იანვარში არის იმენა უკვე რომ ძალიან იაფი არის რა და მაგ დროს ვიყავი, იცით რა პოზიციაზე, გასახდელში რო გოგო დგას და ეგრეგორია რანგებში რო გამასწავლო. ალბათ ყველაზე ბანძი რანგი ის იმიტომ რომ სლოვაკები იყვნენ სულ და ინგლისურად საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. მე მივდიოდი და პირდაპირ მე მდგებოდი ხოლმე whatever. ხო და ეს ხალხს რო შექონდა ყველაფერი ღირდა მართლა გეუნები, აი 10 евро max. Რაღაც ჩავლები 8 евро. კლიანიკაბები 2021. Bitch. 2021-22. 10 евро, ანუ მართლა და ხალხს შექონა 20 ნივთი. და იმენა ჰაერში უთვლიდეთ? ჰა? უთვლიდეთ? იმებს არ ვაძლევდი, იმიტომ რომ მართლა იმდენი შექონდათ, რომ არ ვაძლევდი. და არ ქონდათ ლიმიტი? No, იმენა არანაირი ლიმიტი არ ქონდათ და რო გამოდიოდნენ. ჯერ ხო, აი მაგ დღიდან ვისწავლე, რომ მე რო გასახდელს შევდივარ ხალხო და გამოდივარ, ზუსტად ისევე მაგ დაკიდებული თუ ვტოვებ, როგორიც შევიტანე და თუ ბევრი რამე მაქვს, გამომაგ და ვაბრუნებ იმ ადგილებიდან, საიდანაც ავიღე. იმიტომ რომ ტრავმირებული ვარ მართლა, იმიტომ რომ 20 ნივთი გამოქონდათ, არ იღებდნენ მაინც, ანუ არ ვიცი რა ხალხი იყო და ეს ყველაფერი უნდა დამელაგებინა ისევ ამ სამაგრებზე. და მერე გამეტანა და ჩამომერიგებინა ყველგან. წარმოგიდგენია რამხელა შრომა იყო ჩემი მხრიდან, მართლა სახელმწიფო, მაგრამ it was fun anyways. Kinda. It was better than working in ქარხანაში. კონდა თუ რაღაც ყველა ამბობს რაღაც აი თოფი აქვს ყველასა. თოფი რა არის? ანუ ეკრანი. ხო, ეგ მქონდა და შეგეძლო დაგეს მე მოდიოდნენ და ეს სომა მინახე და it was so much fun. იმიტომ რომ თან ისეთი кай ხმა მქონდა ხოლმე დასკანერებას. რაღაცნაირად მომწოდა. საათში მიხდიდნენ მე მგონი 5 ევროს. Damn. You got paid less now. მოკლედ მაგის მერე ყველა ძალიან გთხოვთ რომ დავეხმაროთ იმ გოგოებს ვინც ალოგებენ მაგრამ ჩვენთან მე ძალიან nice ხარ ჩვენთან რაღაცნაირად მე როჟები რატო ვიბრენდები ეგრეა თვითონ ძალიან არ გეროჟებიან ხოლმე რომ მივდივარ რომ იქნებ ზომა მინახოთ თუ გაქვთ ანუ რაღაცა შეწუხებული ვარ რომ შევაწუხე რომ ზომა თხოვე ენახა და მე ვიყავი რომ ოი არა ამ ფილიალში არ გვაქვს მაგრამ იქით რაღაც ხო you know აი ამათ რო ხდიან 5 ევროს საათში maybe they would also be მაგრამ როგორი humble background-იდან მოვდივარ ხვდებით ხალხო ქარხანაში მიმუშავია ზარაში კიდე ჩაგიშლით მილიონგან სადაც მიმუშავია მომავალში და you'll see ქარხანაში მიმუშავია ისეთი weird sentence არის რომ არ მჯერა ხა და ბევრს არ შეუძლია რა თქვა მაგრამ მე შემიძლია რა თქვა და ბრავო შენ thank you I'll take all the credit პრობლემა იმაში არის რომ აი ჩვენი ქვეყნის ქარხანაში არ მუშაობდი უარეს შემუშაობდი so shut the fuck up და ჩვენთან იქიდან დავიწყე არ არის ეგეთი ფასტაკლუბები ჯერ იანვარში რომ თავდება მთელ ევროპაში ფასტაკლუბები და მართლა იანვრის ბოლო იცი როგორ არის აი რაღაცით იწყება და უშუალოდ 30%-იანი ფასტაკლუბი მე 40 50 60 და იანვრის ბოლოს აი ვაფშე ძალიან დიდი ფასტაკლუბაა ჩვენთან არის ხოლმე თებერვალში და არის ბანძი ფასტაკლუბა მაგრამ ჩვენ ისეთ არ ვიცი როდის არის კი თებერვალში არის ხოლმე და
საერთოდ არ არის ესეთი კაი, მაგრამ ნოემბერში არ არის აი Black Friday-ის თემაში. აი რომელიღაც ბანკმა თუ გაჩითა რომ აი 40%-იანი ფასტეკლება ამ ვარათით, მაგრამ შეიძლება თორე ისე ზარას აქ ხოლმე ცოტა რა, მე მგონი 30%-იანი თვითონ, არ ვიცი. Damn. We should work on that. რამდენჯერაც ძალიან იშვიათად ყოფილა რომ რამე ვიყიდე ზარაში და 4 გარიცხოს, მაგრამ არ განადგურებულა და მე ის ადამიანი ვარ, რომ იცოდეთ რომ ყოველთვის ვკითხულობ აი იმას რა ქვია, რაც აწერია რომ რამდენი გრადუსით უნდა გარიცხო, თუ არ უნდა გარიცხო. არასდროს ამიკითხავს ხარებაში. სულ ვკითხავ, არასდროს არ ვაჭრე, მაგრამ აი ეგრევე ხო იცი რომ ფუჭდება რა მოკლედ. რამოდენიმე 1, 2 თუ 3 კარგი მაიკროფონი, რომელიც მართლა არა ადამიანად კარგი ხარისხის არის და შევამოწმა მე. აი ბურკლა. არ ხო, არ შვება მაგას. იყო made in Morocco, so მეც მაგას უყურებს, made in Bangladesh რო აწერია ხოლმე ზარას რაღაცას გქონია რომ უკეთესია ვიდრე made in China რო აწერია. პირიქით. What is wrong with me? პირიქით არის ოღონდ. რო იცოდა. მე სამჯერად აგიხსნა იმიტომ რომ 10 ჯერ უფრო განვითარებული ტექნოლოგია აქვს ჩინელებს. ტექნოლოგიაზე არ არის ძაფის ხარისხია მთავარი. ძაფის ხარისხი აბრეშუმი რომ მოგვეყანა გამაიგონა. აბრეშუმის რაღაცებს არ ვყიდულობ ხოლმე. ზარაში. ან არც აქვთ. არა, ჩინელს არ უნდა შეხედო ეგრე textile king არის ჩაულებრივად. კიდე Turkey-ც არის ხოლმე made in Turkey, ნუ გააჩნია რა, მაგრამ მოროკომ ძალიან გაამართლა რომ რაღაცეები იქიდან არ აღმოჩნდა კარგი, ამიტომ თქო მაგას ვერ მივყვები, to be honest. 2 წლის წინ რო ვიყავი ბათუმში, ეს არ ვიცი ნახსენები მაქვს თუ არა, მეგობრებო, გთხოვთ, წელს ვერ მოვასწარე, ზარაში აუცილებლად უნდა ხვდეთ ბათუმში. უკეთესი კოლექცია ჰქონდათ მე რო ვიყავი მაშინ. მე მგონი იგონებ ან რაღაც ეგრე მოგეჩვენა, იმიტომ რომ ერთი კოლექცია ყველგან. არა, არ იყო, ვაფშე არ იყო. ამას წინ სანამ ჩავიდოდი ბათუმში, მაშინ შევედი ზარაში. იქ რო ჩავედი, ვაფშე სხვა სამყარო დამხდა. ამას წინ 2 წლის წინ. ხო, ნუ მაგას ვამბობ რა. ძალიან კარგი იყო ასევე ზარა, სად. თურქეთში ვაფშე არ მომეწონა ზარა, მაგრამ მასე ბარსელონაში 5 სართულიანი. ნუ იტალიაშიც და ბარსელონაშიც ძალიან დიდი ზარები არის. რომის ცენტრშიც ხო არის, მე მგონი 4 სართულიანი და იტალიის ესპანური არის. ხო, ესპანური. მე მგონი მადრიდშია ყველაზე დიდი, I don't know. ბარსელონას მე მივდივარ სხვაგან რა, პატარა ქალაქში და მაგ ქალაქთან არის უდიდესი თურმე ეს outlet village. აღოთა უთესლეს და უიაფესი. Are you excited? So I'm saving up a lot of money to spend there. You should. მივდივარ 20 კილოგრამიანი ცარიელი ჯანთით, მეგობრებო. გავტანა. ძალიან იაფი. ერთადერთი რაც მართლა არის ძველი ესპანეთში და კონკრეტულად ბარსელონაში არის ეს ბინა სასტუმროს თემები. დანარჩენი ყველაფერი ძალიან იაფია, როგორც მე ტრანსპორტიც არ არის იაფი. ანუ იგივე ფასია რაც ხო ქონა. არა, მე ჩემო მეგობარმა მითხრა, ახლა ხანს იყო, ტაქსი დავდოდეთ ყველგანო. ტაქსი არ ვიცი, მე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრობ. ისე როგორც ყველა მოკვდავე. ანუ სხვათა შორის მე ბერლინში რო ვიყავი, ერთადერთი ქვეყანა, სადაც დავდიოდი სულ ტაქსით. სხვაგან. ბერლინი არის საბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ქალაქი. მაგრამ მე და ეს ჩემი სლოვენიელი მეგობარი ვიყავით და ის იხდიდა? არა. არავინ არ იხდის არასდროს შენსას ეს დაიმახსოვრა. უბრალოდ, ანუ ხო ხვდები, მე ტაქსი წავიდე. Not in my case. თან period. ანუ სხვათა შორის ეგრეა და ტრაუმირებული ვარ, იმიტომ რომ აი მე რო ვიღაც რამეს მიხდის, ისე ვწუხდები ხალხო, რომ იმას ვაწუხებ, რომ და ბანანებინებ ხოლმე რომ გადამიხადა. აი ბარომარომაც რა დაკვადიშა იმ პასტაზე, ხო? აი მართლა მაწუხებ და ერთი ნახე ხალხო, კინაღამს ის დაემართა რა ქვია. ერთი ჩემი stroke. ერთი ჩემი ახლო ფრანგი გეი მეგობარი არის და იყო თბილისში ჩამოსული და გავედით რაღაც ინტერვიუ უნდა და რაღაც პროექტს აკეთებდა რა და ნუ რა თქმა უნდა მე გადავუხადე, იმიტომ რომ სტუმარი არის და აგერ შენ გადავხადე რა ინტერვიუ? არა, რაც ვჭამეთ იმის ფული კაფეში. მე ერთ ჩემ მეგობართან ერთად გავიდა რა, იმასთან ისე ახლოს კარგად არ არის. ხო და ვინ გადაიხადა? ფრანგმა მეგობარმა. ხო. და ანუ არავის არ გაუპროტესტები არც ერთი მხრიდან ხვდები, ანუ ერთი და იგივე ადამიანი და თვითონ იყო ინიციატორი, ჩემთან არ ყოფილა თვითონ ინიციატორი, ხვდები რას ვამბობ? მაგას ვამბობ და რა გინდა? და what is wrong with me? არ ვიცი, ანუ მაგას ვლაპარაკობთ მესამე ეპიზოდია, რომ ანუ you're too nice, გავიგეთ. არა, too nice არა. უბრალოდ ანუ ხალხს არ უჩდება სურვილი, რომ მე რამე გადამიხანა. ეგ არ ვიცი რატო არის ეგრე. მე ეგრე არ მქონია. მე ვიცი რატო, იმიტომ რომ rich bitch energy მაგ ჩაოლობროთ და ყველა დარწმუნებული არის ძალიან ბევრი ფული მაგ. ზუსტად. Right? ზუსტად. You know what? I'll pay for anything. ანუ ego IP თუ მომაქვს. ჰოი მე ახლა გავდივართ იცი სად? რა გინდა მითხარ? და თითი. Outlet Village-ში ჩვენ არ ყოფილვართ, ზედ არ ვაპირებთ წასვლა, so moving on. მარა, სანდროზე არაფერი არ გინდა თქვა? მე და ანა მეგობრებო, ოფსაინობდით რუსთაველზე. და უცებ შევამჩნია, რომ მაჟეს და სანდროს მაღაზიები გაიხსნა თბილისში.
არავინ არ მითხრა მე what the fuck არავინ არ დაპატიშა მგონი არ ანა ვინ ყავდათ საპატიშებული თუ არა ჩემი რავისი send me the fucking PR list and next time I better be on it მე სანდრო ძალიან მომწონს I know ხარისხთან შეფერდებით საკმაოდ კარგი ფასი აქვს მეც ძალიან მომწონს და ზუსტად ამას ვლაპარაკობდით ჩვენს და თქვენც მინდა იცოდეთ რომ აი სანდროს price range არის იქ სადაც არის მაიკლ კორსი ანუ ხო ერთი pricing-ი აქვს ასე თუ ისე. მაიკლ კორსი როგორი პაპსა არის, როგორი უგემოვნო. გვაქვს ვაფშე მაღაზია მაიკლ კორსის? არ გვაქვს, მაგრამ უიჭველი სადღაც იყიდება რომელიღაც ბუტიკებში, იმიტომ რომ ხო ხტები, აი new money ხალხი მიდის, რომ აი დიზაინერს სლად რო ვერწლები და მაინც რო რაღაც გინდა რა, მაგრამ სანდრო არის ეგეთივე ოღონდ გემოვნებიანი. ამიტომ ძალიან მარტივია, ოდნავ ფული რო გაქვს ადამიანს, რომ მაინც ძალიან თესლა ჩაიცვა. დიზაინერ. ოდნავ ფული და არა მაიკლ კორსი. ფული რო არ გაქვს, მაინც კარგად შეგიძლია ჩაიცვა თუ გემოვნება რა. Look at me. სანდრო ჯერ არ დამეტესტავს, ძალიან მაინტერესებს ფასები. როგორც გავიგე, იგივე ჯგუფმა შემოიყვანა, ვისაც არის Burberry თავისუფლების მოედანზე. ამიტომ ახლა ხო მოკლედ მიდის საუკეთესო სეზონი არის იყო პარიზში. იმიტომ რომ დაიწყო Paris Fashion Week. მე დაანა ჩავფრინდებით ზუსტად 3 დღეში, რაც მინი რეპორტაჟებით გაგიკეთეთ მე. I wish. უკვე აღარს გეწინა მომწონს თქვი. I wish. Put it out there. Put it out there. და მოკლედ თავარი highlight-ი Paris Fashion Week-ზე მოხდა თუ London Fashion Week-ზე არ ვიცი. ჩვენმა დედოფალმა თამოვაშალობიძემ თუ როგორ გადაიღო ფოტო Naomi Campbell-თან. Naomi როგორ გადაიღო ფოტო თამოვაშალობიძესთან. ჯერ ეს ერთი exactly და მეორეც ერთი ძალიან დიდი თემა იყო რომ აი რატო ჩხუბობენო თუ რაღაც აი ის რო ტელეფონს არწოს და ეს რო არ აძლევს ყაბელზე აიქონე მე შემხოდრე ეგეთი ტიპაში ქალის რომელსაც ფოტოს რო უღებ იმენა იცის საიდან უნდა გადაუღო იმენა იცის რომელი კუთხე უნდა როგორ უნდა დახარო მაგრამ მე სხვა მანდ წერდა რომ თამას რო ეჭირაო ტელეფონი ისე არ კომფორტულად ეჭირაო ანუ ვერ იღებდაო რა ანუ ალბათ ვერ ეჭერდა და ეს უჭერდაო თიცო ამბობენ მართლა არ ვიცი მაგრამ ისე ჩანდა რომ თითქოს ეს ართმევს ტელეფონს და ეს არ აძლევს და იყო ძალიან სასაცილო და მინდა რომ მე მაგის ვშეროდეს ოკეი ფილისელმა socialite-მა ლონდონის socialite შეხვდა როგორი worlds are colliding what's next and genuinely who's next თამდა კიმ მგონია რომ უკვე maybe she can make that happen თამო უნდა შემოიყვანოს იმენეთი გაქანების გოგჩავები არა თამო უნდა შემოიყვანოს Skims-ი საქართველოში and she should be the ambassador ნავნეს აქვს უკვე შემოდანი Skims-ი ოფიციალურად თუ? არა, ოფიციალურად არა, არ ვიცი, ყიდის რა პროსი. ვინ როდის ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ნავნეში არა ადამიანურად იაფად იყიდება ძალიან კარგი დასაცმელი. ეს როგორი ედი იყო, პროსო წარმოვიდგინე. ნავნე wake the fuck up. გადაგიხადეს რამე? არ ვიცი, მაგრამ ძალიან ჩემპიონი მაგარი. ანუ Skims-ი მართლა იაფია, სხვა რა ბრენდია? არ ვიცი, პოლო იყიდებოდა. Okay, thank you. მასიმოდ ეს რაღაცები იყიდებოდა. კიდე რა იყო? Like a lot of stuff. აი ეგ არის ჩემთვის იაფი. Yeah. მაგრამ ძალიან იაფით არ არის ხვდები? ნუ გაჩნია. ხო. ნავნე ძალიან იაფი არის. პარიზში მივდივარ 20 დღეში. Oh my god. 20 დღეში ძალიან მიხარია, ძალიან მიხარია. ჩემ უსაყვარლეს ქალაქში რომ მივდივარ და ფოტოებს ვინ გადამიღეს როს და მაგაზონად ვლობ, იმიტომ რომ დედაჩემი და მამაჩემი ხალ ხო ძალიან რთული მდგომარეობა გვექნება მამაჩემ სულობ რო გამოვწურთნა მაგრამ მაინც არა ხო ხვდებით ანუ რთულია მაგ თაობის ადამიანებს გადააღებინო ისე როგორ ჩვენ გინდა ჩვენი თაობისთვის არის რთული და წარმოიდგინე მაგრამ მამაჩემს მაინც დავაწალებ და ვნახოთ რა გამოვა მამაჩემ შენსავით არის მგონია რომ he will still put 100% effort in კი he will მაგრამ შედეგი არის მთავარი ხო ხალხო თუ იცით ბელა ჰადიდი ებრძვის Lyme disease allegedly რასაც ქართულად ქვია Lyme სინდრომი. ტკიპებისგან გადადის მოკლედ ეს დაავადება, რომ ტკიპა რო გიკმენს, თუმცა მაქედან გიჩნდება სისხლი იწამლება, ინფექციური დაავადება არის და ის ართულებს ბელას მდგომარეობას, რომ თურმე შეიძლება გაიაროს, მაგრამ ამისი არის ქრონიკული. და მუდმივად, ანუ არასდროს აღარ გაუარა, რომ დაემართა, მუდმივად ემართება ხოლმე. და ეს რაღაცნაირად ასუსტებს ორგანიზმს, კიდურებს. ვინც არ იცით, დედამის იოლანდასაც ქონდა ეგ
თავის მასაც და ბელას სამივეს, მაგრამ იმ ორმა დაამარცხეს. ანუ ამ ტკიპამ საიდან მოიარა? შეიძლება უცებ გავხსნა ამ ტკიპის ჯოკი. მოკლედ Lyme disease ხალხო ამერიკაში ძახიან დიდრების disease, იმიტომ რომ ეგ ტკიპა ძალიან მომრავლებული არის სად? Hamptons. მართლა? მე გავიგე ვიღაცა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ეგ ტკიპები არიან ლისზე ხალხო 3 წელი არ ყოფილვარ. ანუ ქართველი იმენა არავინ არ ვიცი Lyme disease რა ქონდეს. ხო და ეგ will get there, მაგრამ ჯერ დაამთავრე შენ ისტორია. ხო და ეხლა სად ჩნდება კითხვები მეგობრებო, ანუ დედამისს გაუჩნდა 10 წლის წინ Lisa Rinnas. If you know, you know. ხალხი ამბობს, რომ იგონებენო და ეს Lyme disease-ია, ზოგადად ამბობენ, რომ არ არსებობსა და საერთოდ ეს დიდრებიო რაღაცასო იგონებენო და კონკრეტულად ბელაზე, აი ეს რომ საავადმყოფოდან დებს ხოლმე გადასხმის ფოტოებს და ის რომ ძალიან სუსტად არის. ყველა რაკურსიდან is insane. სარეაბილიტაციო ცენტრში არისო და რაღაც სხვას მკურნალობს. შენ რას ფიქრობ ამაზე ზოგადად? ორი ვარიანტი, ან ანორექსიასო, ან ნარკოტიკებსა და ან ორივეს და რაც გამორიცხული არ არის ყველა ჩემ მეგობარი მაგას ლაპარაკობს რომ გამოგონილი არის ეს Lyme disease და საკმაოდ ცნობილი disease არის in the Hollywood რომ რით შეიძლება გადაფარო რაც თქვა გჭირს რა მაგალითად addiction-იც იწვევს უბრალოდ იმ სიმპტომებს რაც Lyme disease იწვევს რა ან თუნდაც ანორექსია და როცა შენი ორგანიზმი საერთოდ მოკლებული არის ყველანაირ ვიტამინებს რა მაგით ძალიან რთული არის, მაგრამ არ ვიცი რაღაც მე მახსოვს Real Housewives of Beverly Hills-ში იოლანდასთან ერთად რო იყვნენ იმ რაღაც ცერემონიაზე ამ Lyme disease-ის foundation თუ რაღაცა ესა და მე არ მგონია ძალიან მე მგონია რომ მართლა ჭირს ხო და მეც მგონია რომ it's like too much actually to fake it that much ანუ ამდენი effort-ი რო ჩადო რომ დააფეიქო ეს ყველაფერი რისთვის თვითონაც ლაპარაკობდა რომ ისეთი აი უცნაური დაავადება არის, რომელიც აი მოდის და ანუ ეგრე კი არ გეტყობა რაღაცა ითქვათ რა ვიცი, ან გაწითრება, ან rash, ან რამე, ანუ არაფერი არ ჩანს რა, ურალოდ არის რომ ხარ ცუდად, სულ. აუ ძალიან საშინელია. ხო, ანუ ჩემთვის მე უფრო მეშინე მე რო ვიცოდე რომ თქვათ მაგ რაღაც კონკრეტული დაავადება, ფეხი მოვიტეხე, ხო? და ვიცი რომ ფეხს უნდა მომკურნალო, Lyme disease საიდან უნდა დაუწყო მკურნალობა, მით უმეტეს წარმოვიდგინე. ანუ მე ვფიქრობდი როგორ შეიძლება გამკურნალო. მე ვფიქრობდი როგორ უნდა გამკურნოთ ეს დაავადება რომ ვეცნობოდი ამას და ვიფიქრე რომ თუ სისხლი არის მოწამული რა იქნება ჩვენი წინა პოდკასტი რომ გავიხსენოთ და მთელი სისხლი რომ გადავასხათ ხალხო ანუ რატო არავინ არ იფიქრა ამაზე ხო დაურეკე რატო არავინ არ იფიქრა ნობელის პრემია მაქვს ახლა ამ კონკრეტულ მომენტში შენთვის you fuck არ ვიცი რა ვთქვა მაგრამ ის მომენტი რომ ანუ იოლანდას თვითონაც ხო ქონდა Lyme disease და Beverly Hills-ში მთლიანი storyline იყო რომ მთელი სეზონი იყო Lyme მთელი სეზონი იყო იმაზე რომ Lisa Rinnas ეგონა რომ მოიგონა ხალმა ეს დაავადება უბრალოდ დაავადება კი არ მოიგონა თვითონ ქონდა ეგ დაიბრალა იმიტომ რომ არ უნდა და რაღაც dinner party-ზე და ქალი მაგიტო სტაციონარში იწვა dinner-ზე Munchausen რა არის გითხარი Munchausen syndrome by proxy არის დაავადება რომელიც გარწმუნებს რომ გაქ რაღაც დაავადება როცა შემიძლია ხარ შორ ჯამრთალი by proxy ნიშნავს როდესაც აი სხვაზე გონია მაგალითად აი ანა მგონია რომ დაავადებული არის მაგრამ ეგრე არის მაგრამ ეგ Munchausen არ არის ამ კონკრეტულ სიტუაციაში perfection და ასევე უმეტესობა თქვენგანს გასავდინებათ ძალიან ცნობილი кейსი გახსოვს Gypsy Rose-ის ამბავი ძალიან ანუ ძალიან გახსოვს ძალიან აღფრთოვანებული ვარ მაგამ ვითხრემდე დედამისი არ წმუნებდა მოკლედ თავის შვილს და ყველას მათ გარშემო დედამისი და ბებიამისი დედამისი ხო yes დედამისი ანუ ამ შვილს დაავადებები ქონდა მე ამით რაღაც კურნალობდა რაღაც სიმსიმნეს ყველაფერს და რეალურად არაფერი არ ჭირდა რეალურად აუარესებდა actually იმიტომ რომ ანუ დრაგავდა და მე რა გააკეთა შულმა მოკლა period well and she's out უკვე სამი ბიჭი გამოცვალა რაღაც ცხურის ოპერაციას იკეთებს და ამბები პოპულარულია definitely she smokes cigarettes არა და აი იმენა მაგის ბრენჩი სიგარეტს ვერ ვხედავ. ანუ მეც მაგრამ გოგოს ანუ მე ზონაზე იყო მე ხვდები. ზონაზე თუ ზონაში? ზონაში მგონი. თუ ზონაზე. We'll never know. And we don't want to know. We don't want to know.
ბელა ჩემი აზრით არ იგონებს და ნუ იგონებთ ხალხო თქვენ ეგეთ რაღაცებს ხალხს. Wow. Period. ამიტომ ძალიან მინდა ჯიჯი ჰადიდის შვილის ფოტო ვნახო რეალურად. ანუ ზეინ მალიკის და ჯიჯი ჰადიდის შვილი როგორ გამოიყურება და ყოველთვის დებს, მაგრამ ზურგით და დავინახეთ რომ ულამაზესი თმები აქვს ამბავს, მაგრამ ხო შეიძლება სახეზეც ვნახოთ. არ გაინტერესებს როგორია? ძალიან მაინტერესებს. არ მაინტერესებს. თუ რამე არის, გთხოვთ ჩამიგდეთ. ნაკლები ბავშვების სოციმედიაზე. ისე შე რო იყო ძალიან ცნობილი რა, აი A-list. შენ შულებს არ დადებდი იმენა? რომც არ ვიყო მაინც არ დავდებ. Really? იმენა დადებ. კი არა. Close-up-ში მაქსიმუმ, close-up-ში ჩემ ყველაფერზე აბსოლუტურად ამიტომ. ეხა ნახე. ანუ აი ის რომ ეხა კრის კიმ კარდაშიანი და უფრო დარდებდეს North და თავის შვილებს. ანუ ფაქტობრივად კარიერას უწყობს ხდები? ამ ყველაფრით. გასაგებია, მაგრამ გააჩნია მე ანუ არა, ჩემს ანუ ყველას თავის არჩევანი აქვს, მე არ მინდა. კიმის წარმოუდგენელი სამსახური იმის გარეშე რომ თავის შვილები არ გამოაჩინოს. It's about her entire life. კი, მაგრამ აი კიმის სხვა ვინმე Reese Witherspoon-ი ხა თავის შვილებს სულ აჩენს და ვიცი ვინ არის მაგის შვილი. ხო, იმიტომ რომ და ანუ ცნობადობას ამაღლებს უფრო მეტ გასაქანს აძლევს ხდები და არ ვიცი რა ჩემი აზრით რაღაცას Apple chance Apple გამოჩნდა ერთხელ ეგეც იყო იმ რაღაც ბოლზე ყოველთვის ვიცოდით Apple ვინ იცოდით მითხარით აბა მე კრის მარტინმა ყველა მიცოდით მე გადავწყვიტე რა უნდა ვქნა ეხლა მოვიფიქრე ანუ 10 წლამდე არ გამოაჩენ ჩემს შვილებს There's no way Why? როანაც იგნაც არ გამოაჩენ თავის შვილებს 10 წელი There's no way. You will be the one having the family photo shoots, seasonal family photo shoots every single year. Egtip shakharu ai dinnerze ro itsqo da ojaxis photos ro agzavno. Ხო იცი აი ეგ ხარ შენ. იმენა. You know me too well. Okay, yeah, I'm not going to lie you guys. გამოაჩენ აუცილებლად. Matching PJs ანუ ვისაც მაგრამ აი საუკეთესო სცენარი იქნებოდა რომ 10 წლამდე არ გამოაჩინა უკვე თინეიჯერობას რო დაიწყებს თვითონ გადაწყვიტოს რა დონეზე უნდა. რო ჩანდეს და იმის მიხედვით გამოჩნდეს. მაგრამ I will not do that. მე უფრო ადრე ვფიქრებ ჩემს შვილებზე და აუწყებ ცხოვრებას. ჩატარდა თბილისი მარათონი. მიიღე მონაწილეობა? არა, მაგრამ საკმაოდ გაუპრასდი. ძალიან ბევრი ვიდეოები ვნახე, რამ გაგაპრაზა? ძალიან გავრცელებული ყავ, იმიტომ რომ ჩამეგობართან რომ მისულიყავი ბრძანისში, მომიწია, ყველა მთელი ლიანი თბილისის გამოვლა. ვიცოდი რომ რაღაც ეგეც გაჩთავდი. მე რა თქმა უნდა არ შემხებია ჩემთან გლდანში ყველა გზა გახსნილი იყო და კვირა იყო. მან არ მედია და მარათონი? არა, მაგდეს ვერ დარბის ხალხი ჯერ. მე ხო გითხარი ყოველდღიურად 6-ზე ვიყურებ. გლდანსაც გამოვდივარ. Really? ხალხს გიქნებდი, просто გძინავს. ხო და ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრი ვიდეო შემხვდა და იწვიმდა და იმ თავარი ქუჩები რო გადაკეტილია და დარბი ხარ შუაგზაში რაღაცნაირად დამეოასარა პანტე. просто აი შენი აზრით რა მომენტში დავარდებოდი? მე ალბათ 5 წუთში. იმენა მეც მგონია რომ თავისუფლებამდე ვერ ჩავიდოდი რუსთაველიდან. მართლა შუაში დავეცემოდი და ხალხმა არ ვიცი 10 კილომეტრი თუ რაღაც ირბინეს. Half a marathon გონი. There is no fucking way. უეჭვარნა გავაკეთე და მოვჭრა. აუერთხელ უნდა ცად. იმიტომ რომ ბოლოს მედლები მისცეს ხვდები და ერთმანეთთან მედლებით ფოტო მეთქი ვა ეს მაგრად არის მეორემ და არა მე ჩემ მეგობარებსაც და მე მინდა ყველას მისცეს და ჩვენც უეჭველი უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ რომ მე ხომ მიყვარს რომ ყველა იმარჯვებს რაღაცეებში მე მიყვარს რომ მე ვიმარჯვებ რაღაცეებში თუ პირველი ოქროა ჩვენი მენა რაღაცა ჩუმად მივდგეთ გვერდით მე რომ გამოვდივართ მაკიაჟი გაკეთებული და საერთოდ ერთი წვეთი ოფლი არ გაქნა პირველი რომ ამთავრა I want to do that. Full blowout. The photos რო გიყებენ და შენ რო იმენა. Oh my god. ჩანთა რო გიჭირა. მე ხო ჩანთით ყველგან დავდივარ და მან გიარდის თავდვაგით რა მეროს. აუ ძალიან გთხოვ მივიღოთ მონაწილეობა. უეჭველი. ხალხო გთხოვთ შეგვახსენეთ როდის იქნება შემდეგი მართლა. და გთხოვთ მოდით და გვიბალალში კაც. ან ჩვენ ერთად მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ერთად დაიცადეთ სანამ მოვიგებთ. Period. მე მგონი დღეისათვის სულ ეს იყო. მინდა რომ აქვე მოგიმთავრა. გაკოცეთ ძალიან დიდი მადლობა რომ გიყურებთ. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც გვიწერთ კომენტარებში. It matters. It matters. ამიტომ გთხოვთ გამოყავით 2 წამი. ძალიან გვეხარია. That's it. See you next week.